მოგესალმებით. დღეს სრულიად დაუგეგმავად და ძალიან სპონტანურად აღმოჩნდი აქ ასეთ პატივსაცემ ადგილას. ვინაიდან მოხდა რაღაც, რაც უკავშირდება თეატრალურ უნივერსიტეტს და სტუდენტებს, ჩვენს მომავალ თაობას. მე ვარ ერთ-ერთი მშობელი ამ სტუდენტის და დღეს მე ვარ გადარჩენილი, რომ ჩემი შვილი პატიმარი არ არის. მე მინდა ისინი წარვადგინო და მოვიწვიო სცენაზე. ეს არიან ბავშვები, რომლებმაც აჩვენეს წარმოუდგენელი ძალა, ბავშვები, რომლებმაც აჩვენეს სოლიდარობის მაგალითი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის მართლა ის საქართველო, რომელიც ყველას გვინდა სოლიდარული, გასაჭირში მყოფ ადამიანთან. მე როგორც მშობელმა შემიძლია ვთქვა, რომ დღეს რაც ნახე, არ ვიცი ვის უნდა მივმართო, მაგრამ არც ერთი ცრემლი მათგან წამოსული არ იქნება ნაპატიები. არც ერთი ჩამქრალი ოცნება არ იქნება ნაპატიები. ყველაფერი გვემახსოვრება და ყველაფერს გავასწორებთ. ესენი პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენზე მაგრები აღმოჩნდნენ და ჩვენ მათ გაუმაგრებთ ზურგს. და კიდევ ერთი ძალიან პატარა რაღაცა უბრალოდ ეხლა გამახსენდა. ამათ ასაკში როცა ვიყავი, თამაშობდი სპექტაკლში ანტიგონე. თამაშობდი გოგოს, ამ ასაკის გოგოს, რომელიც უპირისპირდება სისტემას და როდესაც და ტირანიას და როდესაც ტირანი ხელს ჩაავლებს ამ პატარა გოგოს და რომ ატკინოს ფიზიკურად, ეს გოგო ამბობს, თქვენ ისე მაგრად მომიჭირეთ ხელი, რომ უკვე დამიბუჟდა და აღარ მტკივა. მე მინდა ვუთხრა დღევანდელ ხელისუფლებას, თქვენ ისე მაგრად მოგვიჭირეთ ხელი, რომ უკვე დაგვიბუჟდა და აღარ გვტკივა. მოგესალმებით. მადლობა ახალ თეატრს, რომ მოგცა საშუალება სტუდენტებს ამ სცენიდან გაგვეჟღერებინა ჩვენი ხმა. თეატრი დგას სტუდენტების გვერდით და სტუდენტები ვდგავართ თეატრის გვერდით. ყველა იმ ადამიანის გვერდით, რომელიც იბრძვის. რეჟიმის მიერ ყველა უკანონოდ დაპატიმრებული თუ ჩაგრული მოქალაქის გვერდით. ჩვენ 83 დღის განმავლობაში უწყვეტად ვიკავებდით თეატრალურ უნივერსიტეტს. ჩვენ ვნახეთ ჩაგვრა, დამცირება, შევიწროვება, დაშინება და შანტაჟი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მყარად ვიდექით და ვდგავართ პოზიციაზე, რომ ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გარდაუვალია. დღეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ არაერთი მცდელობის შემდეგ ისევ სცადა ჩვენი უნივერსიტეტიდან გაძევება. მათ სამჯერ გამოიძახეს პოლიცია. პოლიცია, რომელიც ყოველდღიურად ამცირებს, სცემს და სასტიკად უსწორდება udანაშაულო მოქალაქეებს. ადმინისტრაცია, რომელიც საკუთარ სტუდენტებს ასე ექცევა, დამნაშავეა. პოლიციამ სტუდენტები 5,000 ლარი დაგვაჯარიმა და უნივერსიტეტი იძულებით დაგვატოვებინა. დღეს ჩვენი პროტესტი 100-ჯერ უფრო გაეძლიერდა. ვიწყებთ ახალ საპროტესტო ტალღას რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენთან ერთად იბრძვიან საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. ჩვენ გვჯერა, რომ სტუდენტებს მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოწვევა შეგვიძლია. ამ ქვეყანაში არავინაა დაცული. ჩვენ ერთმანეთის გვერდით უნდა დავდგეთ და ერთმანეთი გავაძლიეროთ. სტუდენტებო, შემოგვიერთდით. თუ ბევრი ვიქნებით, ვერავინ მოგვერევა. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. ძალა სტუდენტების ერთობაშია.